სალამ მშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. გამოლენჩებული მზერა. თუ რატომ დავარქვი ასე, რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისას თქვენ ამას მიხვდებით. გადაცემას კი ერთი ასეთი პატარა, მაგრამ ცოტა უხერხული ეპიგრაფი წარუმძღვარი. ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერულ, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიური დასკვნა გამოვიტანი ამ ცხოვრების შემყურე. ძველი მთავრობის დედაც მოთხა, ეხლანდელისაც და მომავლისას ვინც იქნება. ხო, ცოტა უხერხული რა თქმა უნდა, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ ნათქვამში ჭეშმარიტების მარცვალი არ არის. თუმცა ჭეშმარიტების მარცვალი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რაც ითქვა თავიდან ბოლომდე ჭეშმარიტია. არა, ასე არ არის. ხელისუფლების შეფასება ერთობ რთული საქმეა. ობიექტური მიდგომა კიდევ უფრო რთულია. ობიექტური შემფასებელი იშვიათად არსებობს საერთო ცხოვრებაში. არათუ კონკრეტული პიროვნება, ხალხიც არ არის ობიექტური შემფასებელი და ზოგ შემთხვევაში ასე განსაჯეთ, ისტორიაც კი არ არის ბოლომდე ობიექტური შემფასებელი, მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ, ერთი რამ უნდა ვთქვათ. ხელისუფლების მისამართით არც გადაჭარბებული ოპტიმიზმი ვარგა და არც გადაჭარბებული პესიმიზმი. უნდა შევეცადოთ, რომ კარგს კარგი დავარქვათ და ცუდს ცუდი დავარქვათ. ყველაფერი კარგი არც ერთ ხელისუფლებას არ უკეთებია და ალბათ არც ყველაფერი ცუდი უკეთებია რომელიმე ხელისუფლებას. აი ამ შესავლის შემდეგ დავიწყებ ერთი მოვლენით, რომლის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მიგრაციის საკითხი საქართველოში არის კატასტროფული. ანუ იმდენი შემოედინება უცხოტომელი, უცხოელი საქართველოში, რომ შესაძლებელია ამან დემოგრაფიული კოლაფსი და დემოგრაფიული კატასტროფა გამოიწვიოს. ბევრს ლაპარაკობენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თლად ასე არის თუ არა საკითხი. მოусმინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემის თანახმად საქართველოს მოსახლეობა 3.914.000 შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257.000, ანუ მოსახლეობის 6.6%-ია. დაზუსტებისთვის ამაში შედის ყველა უცხოელი საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70%, ანუ 180,000 ადამიანი, პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან. აქედან სულ მცირე 40,000 ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან და ქართული გვარის მქონეა. საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4%-ს თურქები, ხოლო 3.7%-ს ირანელები შეადგენენ. ანუ გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჩამორიცხილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7%-ია. ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ ყავს. რაც სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში შეხედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი. საქართველოში სწავლობს 37,000 უცხოელი სტუდენტი, რომელთა უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები არიან. სტუდენტების 7% არიან იორდანიიდან, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, ხოლო 3% პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ეგვიპტიდან. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის არავითარ რისკს არ ქმნიან. აი ასეთი გახლავთ ეს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ. თუ გვატყუებს ბატონი პრემიერ-მინისტრი, რასაც მე გამოვრიცხავ და ვერ დავუშვებ, ეგ სხვა საკითხია. მე ამაზე არ ვიმსჯელებ. მაგრამ თუ სწორია ის, რაც მოვისმინეთ, ასეთ შემთხვევაში არაფერი საგანგაშო თურმე არ ხდება ამ ციფრებიდან გამომდინარე. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც სრული დომხალია გამეფებული და ვინსად მიდის და ვინსად გადადის საცხოვრებლად კაცმა არ იცის, აი ამ პირობებში ასეთი სურათი თუ არის შენარჩუნებული საქართველოში და ალბათ არის, რა კი ამას გვეუბნებიან, საგანგაშოს მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ. ესე იგი, რის თქმა მინდა,
აი ამ თვალსაზრისით რამდენი გავიგეთ, თუნდაც აი ამ ბოლო პერიოდში არაბიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კატასტროფული, ასე ვთქვათ, მიგრაციის პოლიტიკა. და სინამდვილეში თურმე ასე არ არის. ამიტომ გადავაჭარბებთ ხოლმე. ხელისუფლებას ყოველთვის მოეძებნება რაღაცა, რის გამოც უნდა გააკრიტიკო. ყოველთვის მოეძებნება რაღაცა, რის გამოც უნდა შესძახო. და უნდა უთხრა, რომ შეჩერდი ეს ასე არ შეიძლება. კი, ეს ყოველთვის მოეძებნება, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი კატასტროფულად მიმდინარეობს და კატასტროფული შედეგით დამთავრდება საქართველოსთვისო იძახო, არც ეს არ არის სწორი. ამიტომ რაღაცა დასაბალანსებელია. მიდგომები არის რაღაცნაირად დასაზუსტებელი. აი ამის თქმა მინდა და აქედან გამომდინარე მინდა კიდევ ერთი პატარა ფრაგმენტი გაჩვენოთ კობახიძის გამოსვლიდან, სადაც ის ლაპარაკობს პრევენციულ ზომებზე ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1 მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან ახსნილებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. აქედან გამომდინარე ვერც იმას ვერ ვიტყვით, რომ მთავრობას ამ მიმართულებით საერთოდ არ უფიქრია, საერთოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს, არაფერი არ დაუგეგმავს და ასე შემდეგ. ეთყობა ვიღაცა ფიქრობს. თუნდაც იგივე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე მომავალ დემოგრაფიულ სურათთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მოდით ავიყვანოთ საკუთარი თავი ხელში და შევეცადოთ, რომ ვიყოთ ობიექტური შემფასებელი ხელისუფლების ნაბიჯებისა, მისი ქმედებებისა. ეს არ გვიშლის, რომ სადაც გასაკრიტიკებელია, იქ რა თქმა უნდა გავაკრიტიკოთ. კიდევ ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან, სადაც ის გარკვეულ ღირებულებათა იერარქიაზე საუბრობს. ასე დადგება საკითხი, რომ ამ მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზა ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართული ხალხის არჩევანია. ერთის მხრივ ვიზა ლიბერალიზაცია, რომელსაც არაფერი დაეწუნება თავისთავად, მისასალმებელია, არა მარტო ევროპასთან მქონდეს ვიზა ლიბერალიზაცია, არამედ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან, სხვა გაერთიანებასთან ეს არის კარგი. ადამიანებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა, შეეძლოთ თავისუფალი გადაადგილება. ამას რა ჯობს, თუ რაღაცა გვერდითი თანხლები, უარყოფითი მოვლენები არ იქნება დაფიქსირებული. მაგრამ ვიზა ლიბერალიზაციას შევწიროთ, ვთქვათ, ისეთი მონაპოვარი, როგორც არის მშვიდობა. ამასო ვერ დაუშვებთო, ქართველი ხალხის ნება სხვანაირია და სხვაგვარიაო, ამბობს ბატონი კობახიძე და ალბათ მართალს ამბობს. იმის გამო, რომ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება გქონდეს, მშვიდობა დავანგრიოთ და მონაპოვარი, რასაც უსისხლო დღევანდელი დღე ქვია. აი ეს შევწიროთ იმას, რა თქმა უნდა ეს სისულელია. რატომ დადგა საკითხი ასე? რა თქმა უნდა არც უნდა დამდგარიყო, მაგრამ დასავლეთმა, ევროპელებმა საკითხი ასე დააყენეს. თქვენ თუ არ დაგვთანხმდებით ჩვენ იმ ნაწილში, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნათ რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინელების პარალელურად. ასეთ შემთხვევაში ჩვენ წაგართმევთ თქვენ იმას, რაც თქვენ ასე მოგწონთ. ანუ ვიზა ლიბერალიზაციას, ანუ უვიზო მიმოსვლას ევროპასთან. ეს არის რა თქმა უნდა შანტაჟი, ეს არის რა თქმა უნდა სპეკულაცია, ეს არის რა თქმა უნდა მტრული დამოკიდებულება, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება მათი მხრიდან საქართველოსთან და ეს არ უნდა მივიღოთ. ამას ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აქაც მას ვერაფერს ვერ დაუწუნებ. ისე როგორც არ შეიძლება იზახო ეს რა მშვიდობაა ჩვენ რომ დღეს მშვიდობა გვაქვს. ამას ქვია მშვიდობა და ალტერნატიულად მოიტანენ რაღაცა
რაღაც ძალიან სულადურ რაღაც არგუმენტს. რა თქმა უნდა, რაც დღეს გვაქვს, ის არის მშვიდობა. ჩვენ მთელი ის პერიოდი, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობთ. ომი არ გვაქვს არავისთან, არც შიგნით და არც გარეთ. და ეს არის მისასალმებელი, ეს არის მოსაწონი და აქ ხელისუფლებას უნდა უთხრათ, რომ ამ საკითხში მხარს გიჭერთ, ამ საკითხში თქვენს გვერდით დგავართ. აი ეს არის ობიექტური მიდგომა და აქედან არ უნდა გადავვარდეთ, თორემ სულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მაგრამ გასაკრიტიკებელი ძალიან პატარა ეპიზოდიდან მოყოლებული ძალიან დიდ ეპიზოდამდე არის, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი. ჯობდა არ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არის. აი მაგალითად ერთი ეპიზოდი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გაჩნდა ეგრეთ წოდებული დებატები ტელეეკრანებზე და ამ დებატებში ჩვენ ბევრი საკითხის განხილვა ვნახეთ, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ რაღაცა მთლად ისე არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო. აი მაგალითად ერთი ძალიან პატარა ეპიზოდი. ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ კვერცხის პასთან გამარცხებული ივანიშვილის მომსახურე პერსონალი. მეტი არაფერი არ არის საჭირო თქვა, რომ აქ რაღაცა თაც სწორად არ წავიდა და კონკრეტულად რა. ამ ადამიანებს ჩვენ ასეთ ლაპარაკს ვერ გადავარჩევთ. მათი ქცევის კულტურის აწევა ჩვენს ძალებს აღემატება. ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მე პირადად მგონია, რომ თავი უნდა შეიკავოს ამგვარ დებატებში ჩართვისგან. პრემიერ-მინისტრი არის პრემიერ-მინისტრი. დებატების სხვა დონეზე უნდა განვითარდეს. დებატების დროს ერთმანეთის პირისპირ უნდა დაჯდნენ ტოლი სიდიდეები, ტოლი ფიგურები, ერთმანეთის საპირწონენი და არა ისე, რომ პრემიერ-მინისტრი დაუждდეს ნებისმიერ არამზადას, ნებისმიერ პოლიტიკურ ვიგინდარას და ალანძღვინოს თავი. თქვენ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ბრძანდებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მოსახლეობამ თქვენ გაღიარებთ პრემიერ-მინისტრად, იმიტომ რომ თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში არჩევნების გზით, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ხმა მოეცა თქვენი პარტიისთვის, დღევანდელი მმართველი პარტიისთვის და ასე დაკომპლექტდა ეს ყველაფერი, როგორც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, იმ პროცედურების გავლით თქვენ გახდით საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამიტომ ამ თქვენს მდგომარეობას ერთის მხრივ პატივი უნდა დაცეთ, მეორეს მხრივ პატივი უნდა დაცეთ ჩვენს დამოკიდებულებას ყველაფერ ამის მიმართ და თქვენი პიროვნების მიმართ. ყველას არ უნდა გაუყადროთ თავი, ესეც გასაკრიტიკებელი მომენტია, თუმცა როგორც ვთქვი, პატარა და უმნიშვნელო ეპიზოდი შედარებით, რა თქმა უნდა. დიახ, აქედან გამომდინარე ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ სადაც მკვახე სიტყვა სათქმელი მკვახე სიტყვა ვთქვათ, მაგრამ სადაც ხელისუფლების ნამოქმედ არის სწორად წარმოჩენაა საჭირო, იქ შევეცადოთ, რომ სწორად წარმოვაჩინოთ ეს ნამოქმედარი. მაგალითად, აი ფასების გაიაფება, პროდუქტის გაიაფება, ფასების კლება. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მის მიერ წამოწყებული აქცია, ასე ვთქვათ, რომ როგორმე დარეგულირება მოხდეს ისე, რომ ეს იყოს ხალხისთვის სასარგებლო და მისაღები, მაგრამ ხდება ასე, ან ასე კეთდება, ან სწორად კეთდება ეს ამბავი. მე მინდა ერთი პატარა ეპიზოდი გავიხსენო, არც ისე შორეული წარსულიდან, მაგრამ უკვე 12 წლის გადასახედიდან. ეს თუ არ ვხსნები 92 ან 93 წელია, აი ერთ-ერთი ფიგურა, ერთ-ერთი პერსონა ქართული ოცნებისა იმდროინდელი რას ლაპარაკობს და როგორ მსჯელობს. ოქტომბრის ბოლოდანვე თქვენ გაგინახევრდებათ მარტო გადასახადები. იმიტომ რომ ესაა მიშას ქურდული წილი. დენი არ უნდა ღირდეს 7-8 თეთრზე მეტი, ღირს 17 ხალხო, იმიტომ რომ ქურდული წილი აქვს იმას. ქურდებისო დევერიო, იმიტომ დეერია რომ თვითონ გახდა ქურდი. ქურდებისთვისება სხვათა შორის ერთმანეთი უნდა დაჭამო. თავარი ქურდი თვითონაა, ყველაფერი წიწილა რო იკლება ქუთაისში და იწვება.
ბარგალი არის მიშასილი ხალხო. ამას ვინ გვეუბნება და ვინ ლაპარაკობს ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ეს პიროვნება დღეს ქართული ოცნებისგან გამიჯნულია და ქართული ოცნებაც გამიჯნულია ამ პიროვნებისგან. ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, იმიტომ რომ როდესაც ეს სიტყვები წარმოითქვა, მაშინ ეს სიტყვები წარმოითქვა ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერის პირით და ქართული ოცნებისგან იყო ეს ყველაფერი გაჟღერებული, მაგრამ მივაღწიეთ ფასების კრებას, მაშინ გახსოვთ, ახლა არ გადაგალით ყველაფრის ჩვენებით, მაგრამ აი რას ლაპარაკობდნენ, რომ ყოველი ლიტრი საწვავიდან, ბენზინიდან თითო ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიედინებაო. ის ერთი ლარი საწავიდა მერე. გაიაფთა საწვავი. ან სხვა რამე გაიაფთა? არაფერი არ გაიაფებულა, ყველაფერი თანდათანობით ძვირდება იქიდან მოყოლებული დღემდე. ამიტომ ეს ხელოვნური მცდელობა გაიაფებისა ბოლოს აუცილებლად მთავრდება გაძვირებით, პროდუქტის გაძვირებით. და აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ის ბიზნესმენები, ვისაც თქვენ ელაპარაკებით, პარალელურად ფიქრობენ იმაზე, როცა გეთანხმებიან რამეში იმ შემთხვევაშიც, რომ როგორმე არ დაზარალდნენ და როგორმე მოგება არ შეუმცირდეთ. ამიტომ ვიმეორებ, რომ აქ ცოტა ფრთხილი დამოკიდებულება საჭირო და ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ახლა ცოტა უფრო სერიოზული თემა. აი ეს ცოტა ხნის წინ დაიწყო ერთი დიდი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაერთიანებულიყო ორი უნივერსიტეტი. აი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. პრემიერ-მინისტრი ეხმაურება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება სისტემის ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას და რაც თავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ყველას გახსოვთ, რომ თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა ჩვენ განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ მაგალითად ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული და ეს ყველაფერი მეტყველებს, რა თქმა უნდა, მათ სპეკულაციურ ბუნებას. ანუ ის გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ახლა მოვისმინეთ და სინამდვილეში მოვისმინეთ გარკვეული პერიოდის წინ, ეს გადაწყვეტილება იყო სწორი, ხომ? ასე გამოდის. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება იყო სწორი. ასე გამოდის. რა მოყვა ამას? მოყვა ამას აურზაური, მოყვა ამას გნიასი, მოყვა მართლაც სპეკულაციები. მოყვა ყვირილი იმასთან დაკავშირებით, რომ ინგრევა განათლების სისტემა, იქცევა ქვეყანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, აი ასეთი შედეგი გამოიღო ამან. ხოლო გადაწყვეტილების სახით რა მოყვა ამას? აი რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთებული განცხადება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდა იქნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა. ასევე მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ ქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. აი ასეთი იყო განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთდა. ანუ ჯერ კი, მერე არა. რატომ?
იმიტომ რომ საკითხი იყო შეუსწავლელი, იმიტომ რომ საკითხი იყო მოუმზადებელი. თუ კი ამის გაკეთების თავი არ გქონდათ და ამის მიტანა ბოლომდე არ შეგეძლოთ, მაშინ არ უნდა გაგეკეთებინათ ის განცხადება, რაც გააკეთეთ და არ უნდა მიგეყოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეთ. მერე უკან არ უნდა წაგეყოთ, ან უკან წაგება რომ არ დაგჭირვებოდათ, მაგრამ ასე გამოგივიდათ და გამოგივიდათ იმიტომ რომ სადღაც რაღაცაში იჩქარეთ. რაც მთავარია, იმაში იჩქარეთ, რომ ორი უნივერსიტეტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება პრაქტიკულად არაფრის მომტანი არ იყო განათლებაში არსებული ხარვეზების კი არა, განათლებაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით. ეს არაფერს არ მოიტანდა. სწორად არ არის საერთოდ მიდგომები შეფასებული. სწორად არ არის შეფასებული ის, თუ როდიდან დაიწყო განათლების სისტემის ნგრევა. აი თქვენ რომ ბრძანეთ ბატონო ირაკლი 1990 წელი რომ აიღეთ წყალგამყოფად. რატომ? იმიტომ რომ 1990 წლამდე, ანუ საბჭოთა პერიოდში განათლება, უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო საქმიანობა მიდიოდა სწორად, ვითარდებოდა, პროგრესი იყო. 90 წლიდან დაიწყო ყველაფრის ნგრევა. 90 წლიდან დაიწყო არა მარტო განათლების, არამედ ჯანდაცვის სისტემის ნგრევა. დაიწყო ეკონომიკის ნგრევა, დაიწყო მძიმე მრეწველობისა და მსუბუქი მრეწველობის ნგრევა. დაიწყო ხელოვნების ნგრევა, დაიწყო კინოს ნგრევა, თეატრის ნგრევა. თუ რამე იყო დასანგრევი, ყველაფრის ნგრევა დაიწყო სწორედ 90-იანი წლებიდან, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და როდესაც ჩვენს ორიენტირად დასავლეთი დავსახეთ. აი, ეს თუ არ ითქვა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს ვითომ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სხვათა შორის ამ თემაზე საუბარი მე ახლა არ დამიწყია და ახლა მინდა არქივიდან შემოგთავაზოთ ერთი მასალა სიუჟეტი გადაცემიდან ოქროს კვეთა, რომელიც ეხებოდა სწორედ ამ საკითხებს, კონკრეტულად ეხებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-100 წლის თავს და იქ საინტერესო შედარებებია გაკეთებული და მე გთხოვ ყურადღებით ნახოთ არქივის ეს მასალა. 2 დღის წინ საქართველოს აღნიშნავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-100 წლის თავს. ეს რა თქმა უნდა ფრიად მნიშვნელოვანი თარიღი გახლავთ, იმიტომ რომ უნივერსიტეტი მთელი თავისი ისტორიით, უნივერსიტეტი მთელი თავისი განვლილი გზით არის საქართველოს ქართული ცნობიერების, ქართული მეცნიერების ის ლამპარი, ის კერა, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ყურადღების საგანი. თუმცა როგორია ის კონკრეტულად დღეს, ეს უკვე სულ სხვა საკითხი გახლავთ. მოდით შევადაროთ ერთმანეთს რა იყო უნივერსიტეტი საერთოდ ზოგადად და როგორია მისი დღევანდელი მდგომარეობა. ამის შესადარებლად ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება და ძალიან დიდი სჯაბაასი დაგვჭირდება. ამიტომ მარტივად რომ მოხდეს ეს, მოდით ვნახოთ პატარა ფრაგმენტი, როგორ ჩატარდა უნივერსიტეტის 100 წლის თავი. ხმაურის ფონზე აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის თავი. აუდიტორია 115-ის წევრმა სტუდენტებმა რამდენჯერმე სცადეს საზეიმო ღონისძიების ჩაშლა. მათი თქმით ისინი ღონისძიებაზე სპეციალურად არ დაუშვეს. კონკრეტული პასუხების მიღება სტუდენტები პრემიერთანაც შეეცადნენ. ეს გახლავთ უნივერსიტეტის 100 წლის თავის აღნიშნული ღონისძიება და იმ ღონისძიებიდან ერთი პატარა ფრაგმენტი, რომელიც მიგვანიშნებს, კი არა, უფრო ნათლად გვაჩვენებს იმას, თუ როგორია დღეს მდგომარეობა უნივერსიტეტში, როგორია მთავრობის პოზიციები, როგორია ლექტორი, როგორია რექტორი, როგორია სტუდენტი, როგორია აუდიტორია და ასე შემდეგ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის სრულიად არასახალბიელო მდგომარეობა. სრულიად, აბსოლუტურად არასახალბიელო მდგომარეობა. როდის დაიწყო უნივერსიტეტში ეს პროცესები?
ეს პროცესები უნივერსიტეტში დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ ვითომ მოვიპოვეთ ნანატრი დამოუკიდებლობა და სინამდვილეში შევუდექით ყველაფრის ნგრევას, რაც იქამდე იყო აშენებული. სრული დარწმუნებით და კატეგორიულობით შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტის არსებობა ეს პრაქტიკულად ემთხვევა საბჭოთა სოციალისტური საქართველოს ისტორიას, მის არსებობას და თუ რამე იყო კარგი და რა თქმა უნდა უამრავი რამე იყო კარგი, რა თქმა უნდა იყო უამრავი მიღწევა, რა თქმა უნდა იყო უამრავი გამარჯვება, ეს ყველაფერი სწორედ იმ საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში ხდებოდა. აი ამიტომ სამაგალითოდ ავიღოთ ჩვენ 50 წლის წინანდელი პერიოდი. და ვნახოთ ერთი პატარა ფრაგმენტი თუ როგორ აღინიშნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლისთავი. ამის გამოხატულება თუნდაც ის, რომ საქართველოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში საშუალო და უმაღლეს განათლების მქონე რაოდენობით ყოველ 1000 სულ მოსახლეობას. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც მართლაც უწოდებენ alma mater. იგი მართლაც დედაა ჩვენში ამჟამად არსებული ყველა უმაღლეს სასწავლებისა. იგი დედაა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისაც. სწორედ აქ თბილისის უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი სახელგანთქმულ ისეთ სკოლებს, როგორიც არიან ჩვენი მათემატიკის სკოლა ნიკო მუსხელიშვილის მეთაურობით, ფიზიოლოგთა სკოლა ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით, ფსიქოლოგთა სკოლა დიმიტრი უზნაძის თავმჯდომარებით, რომ არაფერი ვთქვათ ქართველოგიაზე, რომლის ცენტრი იქცა თბილისის უნივერსიტეტი მისი დაარსების პირველ დღეებიდანვე. და დღეს როცა ჩვენ საზეიმო ვითარებაში აღნიშნავთ ჩვენი მეცნიერების და კულტურის სიამაყეს და დიდებას 50 წლის თავს, არ შეიძლება განსაკუთრებული მაგდერების გზნობით არ მოვიგონოთ ისინი, ვინც პირველად დაარწია ჩვენი უმაღლესი განათლების დიდებული აკვანი, ვინც კვლავ აამთო მეცნიერული ცოდნის წმინდა ლამპარი. აქ უწდაროს ყოლისა უნდა აღინიშნოს და მისი თანამებრძოლების პეტრე მედიქიშვილის, ექვთიმე ხაყაიშვილის, იოსებ ექსიძის, დიმიტრი უზნაძის, ყოლდოვი კაკელიძეს, ფილიპე გოგიჩაიშვილის, ანდრია რაზმაძის და ანდრია ბოლაშვილის თავდადებული შრომა. სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ დღეს ამ ჩვენ დიდ დღესასწაულს უნივერსიტეტის დამაარსებელთაგან ესწრებიან ჩვენი ღვაწლმოსილი და ცხოვანი მეცნიერები აკაკი შალიძე, შაურა მუხუძე, გიორგი ახლებიანი. ირფას სამხანაგებო, მეგობრებო, პატივცემულო სტუმრებო, საუბრიო კომიტეტის დავალებით თბილისის უნივერსიტეტის 50 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო სტომას გახსნილად ვაცხადებ. თქვენ ახლა უსმენდით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მაშინდელ ხელმძღვანელს ვასილ მჟავანაძეს. მაშინ ქვეყანა ქვეყანას გავდა, უნივერსიტეტი უნივერსიტეტს გავდა, ლექტორი და მეცნიერი ლექტორსა და მეცნიერს გავდა, სტუდენტი სტუდენტს გავდა. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ერთმანეთს შეიადაროთ დღევანდელობა და მაშინდელი სიტუაცია. მე არ ვამბობ, რომ განვითარება არ შეიძლებოდა, უკეთესისკენ სვლა არ შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო განვითარება, აუცილებელი იყო უკეთესობისაკენ სვლა, წინ სვლა. მაგრამ სინამდვილეში
ვიარეთ უკან, ვიარეთ უარესისკენ და ისე როგორც მთელი ქვეყანა, მისი ეკონომიკური და სამრეწველო პოტენციალი, მისი სულიერი შემადგენელი ნაწილი, მისი კულტურა, მისი ტრადიციები, მისი ადათი ვანგრიეთ, ასევე ვანგრიეთ უნივერსიტეტიც, ყველაფერი ის, რაც მოპოვებული იყო და დღეს პრაქტიკულად ხელში შეგვჭა გაპარტახებული მეცნიერება, გაპარტახებული საგანმანათლებლო სკოლა და პრაქტიკულად ყოვლად უავტორიტეტო სასწავლებლები. მიუხედავად ამისა, მე ყველა სრულიად საქართველოს გილოცავთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-100 წლის თავს და ვისურვებ, რომ სულ მალე ყველაფერი წასულიყოს გაჯანსაღებისაკენ, არა მარტო უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, არამედ სრულიად საქართველოში. ეს არის 2018 წლის გადაცემა, ანუ თითქმის 6 წელიწადი გავიდა ამ გადაცემიდან და რეალურად სიტუაცია არ შეცვლილა. მე უკვე თქვი თუ რა დაინგრა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მათ შორის საგანმანათლებლო სისტემა, უნივერსიტეტი და რა თქმა უნდა ყველა ის ინსტიტუტი, მეცნიერებათა აკადემია, რომელიც ინსტიტუტების გარეშე დარჩა და პრაქტიკულად ჰაერში გამოკიდებულია. ყველაფერი ეს დაინგრა იმიტომ, რომ გამოლენჩებული მზერით ვართ მიჩერებული დასავლეთის მიმართულებით. დასავლეთს შევწიცინებთ თვალებში. დასავლეთს შევყურებთ და გონია რომ იქიდან მოვა შველა. იქიდან მოვა დახმარება. იქიდან გამოგვიწვდიან ხელს. იქიდან იზრუნებენ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ღონიერი, საქართველო იყოს ძლიერი, საქართველო იყოს განვითარებული ქვეყანა და სახელმწიფო, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება. ამის დასტური ყველგან არის. მაგრამ ეს არ არის საკითხის ყოვლისმომცველი დანახვა. რა მოდის სინამდვილეში დასავლეთიდან? როგორ გვექცევიან ისინი და როგორ გვეპყრობიან ისინი? აქაც ზღვა მასალა არის, აქაც უამრავი სალაპარაკოა, მაგრამ ავიღოთ აი თითო ეპიზოდი, თითო ფრაგმენტი მათი დამოკიდებულებისა ჩვენთან და ჩავწვდეთ, რასთან გვაქვს საქმე. აი რა გამოცხადდა გუშინ თუ გუშინ წინ. ორწლიანი მუქარის ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მექანიზმში ცვლილებების შეტანისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ დადღადგე, როდესაც ევრობიუროკრატებმა რეალურად კი მათ უკან მდგარმა deep state-მა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტეს და არც მეტი არც ნაკლები ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მხარი დაუჭირა. აი ასე, ის რაც გადმოგვიგდეს, როგორც სატყუარა, როგორც რაღაცით რომ მიიზიდავ და მიიბამ. აი ასე რომ მიგვიბეს ამ ევრო ვიზის ლიბერალიზაციით და ვიზის გაუქმებით. აი ეს თანდათანობით ახლა უკან მიაქვთ. მართალია ერთბაშად არ გაუქმებიათ ყველაფერი, მაგრამ დაიწყეს უკვე ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა. რატომ? იმიტომ რომ გვაშანტაჟებენ. იმიტომ რომ გვეუბნებიან თუ ჩვენ არ დაგვიგდებთ ყურს, თუ ნებისმიერ ჩვენს დირექტივას არ შეასრულებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვექნება თქვენთან. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელი ხანდახან მისაღები ხდება ამა თუ იმ მთავრობისთვის, იმიტომ რომ საკუთარი პოზიციების გამტკიცება სჭირდება ეს და აი ამ ღირებულებათა იერარქიაში ასე ფიქრობენ, რომ მათი კეთილი მდგომარეობა, კეთილდღეობა არის უფრო მთავარი, ვიდრე ქვეყნის მომავალი, ქვეყნის ბედი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გასაკრიტიკებელი კი არა, გასაყრელია მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ასე მიიღო, ასე შეხედა საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ და ხელისუფლებამ ამ საკითხს თუ წინააღმდეგობა გაუწია და უთხრა, რომ ეს არ არის სწორი. აი ვნახოთ როგორი იყო ქართული ოცნების წარმომადგენლის რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
საინტერესოა, რომ გასული წლის 27 იანვარს ევროკავშირმა უკვე მიიღო დაახლოებით იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდა. ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. ამასთან ერთად, რომ თუ კი სასტორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომადევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, ითქვა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გარკვეულწილად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლითაც ევროპაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ. აი ასეთი იყო რეაქცია, რომელიც არის სწორი დამოკიდებულება. და ითქვა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან წაღება, ანუ უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ეს არ არის ის, რომელიც გადაწონის სხვა გაცილებით უფრო მაღალ ღირებულებებს საქართველოში და თავიდან გაჩვენეთ თქვენ კობახიძის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლაც მინდა გაჩვენოთ აი შარშანდელი დამოკიდებულება. ვინმე რომ არ იფიქროს, რომ ეს რაღაც ხელგულზე წამონასროლი ერთი განცხადება იყო. არა, ეს არის პოზიცია, ეს არის დამოკიდებულება. რაც თქვენ ახლა მოისმინეთ ქართული ოცნების წარმომადგენლისგან, იგივეს ამბობდა თქვათ შარშან 2025 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი გობახიძე. ვიღაცებს წინთ, რომ ნაცმეძრაობა ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში. და ამის გამო ევროკავშირში წინთ? რა თქმა უნდა, ევროკავშირში წინთ ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ დღეს ასეთ თემებზე. შეჩერდება, როგორ ფიქრობთ, უვიზო რეჟიმი? მე მგონი არა, რა ვიცი, მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართული ხალხის წინააღმდეგ, რატომ არ მგონია მე გეტყვით. ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი. ასეთ შესაძლო არაგონირულ ქმედებასაც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართული ხალხის მხრიდან. რა ვქნათ ახლა ჩვენ ქართველმა ხალხმა? თუნდაც სხვადასხვა ნაწილებად დაყოფილმა. ზოგი უფრო ოპტიმისტურად უყურებს ხელისუფლებას, ზოგი უფრო პესიმისტურად უყურებს, ან სულაც ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ აი ეს დამოკიდებულება ხელისუფლებისა, მთავრობისა ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით. როგორ შევაფასოთ? არასწორია ეს დამოკიდებულება? ვერ ვიტყვით ამას. ვერანაირად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ სწორი დამოკიდებულებაა. სწორი დამოკიდებულებაა იმის გამო, რომ ქვეყანა, სახელმწიფო, მთავრობა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ინარჩუნებს ღირსებას, ინარჩუნებს თავმოყვარეობას. მთავრობის და ხელისუფლების თავმოყვარეობის შენარჩუნება კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ღირსებას და თავმოყვარეობას უნარჩუნებენ საკუთარ ხალხს და საკუთარ მოსახლეობას. მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს მთავრობის ეს პოზიცია და ეს დამოკიდებულება. ამიტომ არ უნდა მოგვერიდოს, რომ იქ მხარი დაუჭიროთ, სადაც მხარდამჭერას იმსახურებენ და იქ გავაკრიტიკოთ, სადაც კრიტიკას იმსახურებენ. აი ეს არის მხოლოდ ერთადერთი სწორი მიდგომა მთავრობის საქმიანობის შეფასებისა. სხვა მიდგომა არ არსებობს. ახლა რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას, რომლის ფრაგმენტით, ვთქვათ, ევროპული დამოკიდებულების ერთი კონკრეტული გამოხატულება ამ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ვნახეთ. ახლა ვნახოთ, ვთქვათ, იგივე ამერიკელების დამოკიდებულება რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჰელსინკის კომისიის ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ. ლორა თორნტონმა საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ავლაში დასდო ბრალი, სინანულით ახსენა USAID-ის დაფინანსების შეკვეცა, მოიხსენია ნედი, მარშალის და სოროსის ფონდები და თქვა, რომ დონორებმა იპოვეს გზები იმისთვის, რომ დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს და არსებობს გზები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად. ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული ირაკლი შაიშმელაშვილი. ისინი ყოველ კვირას იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მე შემიძლია დეტალურად ვისაუბრო ამ კანონებზე, მაგალითად მოვიყვან ტროტუარის კანონს, რომელიც ფაქტობრივად ერთ ადამიანს აჯარიმებს $113,000 ეკვივალენტით ტროტუარზე დგომისთვის პროტესტის დროს. მათ შეცვალეს გრანტების შესახებ კანონი, რომელიც კრძალავს უცხოური ფულის მიღებას იმ დონეზე, რომ თუ მაგალითად მინდა დაბადების დღის საჩუქარი გავუგზავნოთ ჩემს ქართველ გერებს, ეს შეიძლება დანაშაული იყოს, რადგან ისინი ყოველ საღამოს პროტესტს გამოხატავენ.
პოლიტიკურ პროცესში ჩართვას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის რეალური გზა არ იარსებებს. აი ასეთი გახლავთ დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეგრეთ წოდებული ჰელსინკის კომისია, როგორ გვებრძვის, ხმალ ამოღებული გვებრძვის ეს კომისია. ეს ჰელსინკის კომისია და ჰელსინკის ჯგუფი საერთოდ სულად გვაქვს დასტილი. გვახსოვთ ჩვენ თავის დროზე აქ ჰელსინკის ჯგუფის ჩამოყალიბება, ზვიად გამსახურდი ეს მეთაურობით და ეს ყველაფერი როგორ იქნა გამოყენებული ინსტრუმენტად საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის დასანგრევად. რასაც მოყვა მთელი ჩვენი ქვეყნის გაუბედურება. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიშალა საქართველოს სამნაწილად, განადგურდა ეკონომიკა, განადგურდა მეცნიერება, განადგურდა ჯანდაცვა, განადგურდა ინფრასტრუქტურა, განადგურდა თუ რამე ფაბრიკა, ქარხანა არსებობდა საქართველოში და არსებობდა ძალიან ბევრი გიგანტი, ყველაფერი მისასთან გასწორდა. აი ასე გვახსოვს ეს ჰელსინკის ჯგუფები და ჰელსინკის კომისიები. დავანებოთ ამას თავი და მოუბრუნდეთ დღევანდელობას. რანაირია პასუხი ხელისუფლებისა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით? მე მოლოდინი მაქვს, რომ გამოცხადება იქ ალბათონი ლორა თორნტონი და მაინტერესებს ის კვლავ გაიმეორებს თუ არა თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადი. ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა როგორც ჩანს ჰელსინკის კომისია საქართველოს მიმართებით, ასე რომ კარგ კამპანიაში ვართ. ადამიანი, რომელიც სექსუალურ მოძალადეს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თურმე მისი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ არის ვინმესთვის საინტერესო. აი ასეთი გახლავთ ეს პოზიცია, რომელიც თლად უსწოროა მეთქი რომ თქვა, ალბათ არ ვიქნები მართალი, მაგრამ თლად სწორია მეთქი რომ თქვა, არც ამაში ვიქნები მართალი, იმიტომ რომ ვინმე ლორა თორნტონთან ბრძოლა არაფერს არ ნიშნავს. საერთოდ პერსონები პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვა რამეა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიდგომები, დამოკიდებულებები და პოზიციები, სისტემები არის სრულიად სხვა რამე. ამიტომ ჩვენ ვინმე ქალბატონს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უნდა დაუპირისპირდეთ იმას, ვინც გვიპირისპირდება და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც ევროპა დაგვიპირისპირდა, აი კონკრეტული მაგალითი ვნახეთ წეღან, ისე გვიპირისპირდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოგვიანებით ამ გადაცემაში ვნახავთ, რომ ამ დაპირისპირებას უფრო სერიოზული საფუძველი აქვს, მაგრამ აი ასეთი დამოკიდებულება, რომ ვიღაცა ერთ ქალბატონზე გადავტეხოთ, ვთქვათ, ჯოხი და თანაც გადავტეხოთ ჯოხი, როგორ შენ ის არა ხარ, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უპირისპირდებოდი. ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა, რის შესახებაც უნდა ვთქვა და აქ გამახსენდა, რომ იგივე 2018 წელს ამ ქალბატონთან დაკავშირებით ანალოგიურ მიდგომასთან დაკავშირებით ამ ქალბატონის მიმართ საკმაოდ ვრცელი პასაჟი მაქვს გადაცემაში და აი ეს არქივიც მინდა მოგასმენინოთ. აი ამ ქალბატონმა ლორა თორნტონმა თავის საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ერთი პატარა სტატუსს რომ უძახიან ახლა. ნახოთ. გასულ ღამეს იმედის ჟურნალისტმა პირდაპირ მკითხა, ჩასვა თუ არა NDI-მ გამოკითხვაში კითხვები შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ იმისთვის, რომ რამენაირად შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ლობირება გაეწია რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპი ალბათ რუკაზეც ვერ იპოვის საქართველოს, არათუ აკვირდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას აქედან. აი ეს იყო სულ რაც ქალბატონმა ბრძანა. დაწერა უფრო სწორად თავის Facebook გვერდზე. რა თქვა მან აქ ისეთი საგანგაშო მართალი გითხრათ მე ვერ ხვდები, მან ბრძანა რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტიო, არათუ იმას არ აკვირდება, რა გამოკითხვები ტარდება, სოციოლოგიური გამოკითხვები და გამოკვლევები საქართველოსიო, ისო საქართველოსო რუკაზეც ვერ იპოვისო. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ტრამპს მართლაც გაუჭირდება პატარა საქართველოს რუკაზე პოვნა. შეიძლება იპოვოს კიდეც, მაგრამ ამ ქალბატონს აქვს თუ არა უფლება ასე იფიქროს მისი ქვეყნის პრეზიდენტზე. იმ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც არის, როგორც ისინი აცხადებენ, დემოკრატიის მედროშე მთელ მსოფლიოში. და თუ ეს ასეა, მაშინ ეს ქალბატონი ასე ფიქრობს და
გაუგებარია რატომ არ აქვს მას უფლება რომ ასე ფიქრობდეს. მით უმეტეს თუ მას ამის გამო საკუთარ სამშობლოში კი არ უკიჟინებენ, კი არ მიუთითებენ, არამედ საქართველოში ლამის ჯვარს აცვან. აი მაგალითად რა მოყვა მის ამ ყოვლად უმნიშვნელო Facebook სტატუსს საქართველოში. გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნისათვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას. ნარატივისა, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფრად უღირს ჩვენსავით მცირე ქვეყნების პარტნიორობა. მოუწოდებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ქალბატონ ლორა ტორტონს მოიხადოს საჯაროდ ბოდიში გაკეთებული განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მტრის წისქვილზე ასხავს წყალს. ეს კაცი კასპის რაიონიდან ყოფილა დეპუტატად არჩეული. მე არ ვიცი რატომ მისცა მან თავს უფლება რომ ამერიკის მოქალაქეს ასე ვთქვათ ებრძოლოს და შეეწინააღმდეგოს იმასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობს ამერიკის ეს მოქალაქე ამერიკის პრეზიდენტს. არ ვიცი, მე მართლა ვერ გავიგე რაშია საქმე და რატომ აძლევენ ეს ადამიანები თავს ამის უფლებას, მაშინ როდესაც რომ მკითხო, გეტყვის რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. მე არ ვიცი თქვენ რა ასოციაციები აღგიძრათ აი ამ კაცის აი ამ პატარა გამოსვლამ, მაგრამ მე ერთი ეპიზოდი გამახსენდა ძალიან ცნობილი და შესანიშნავი ფილმიდან დათა თუთაშხი. ამოდენა სახედარი როგორ ხარ ბიჭო? ხო, შეიძლება ეს ასოციაცია ყველასთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ მე რა კი გამახსენდა, შეიძლება ჩემთან ერთად ვიღაცა სხვასაც გაახსენდა ეს ეპიზოდი ამ ფილმიდან. ახლა აი ამ ბრძოლებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ქალბატონ ტორტონს თხოვენ რომ მან ბოდიში მოიხადოს, ახლა ვნახავთ. არის თუ არა ის იმ ხასიათზე და იმ გუნებაზე, რომ ქართველებს ბოდიში მოუხადოს იმის გამო, რასაც ის ფიქრობს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტზე. თქვენგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, აპირებთ? არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს. NDI აქ არის ქვეყნის დასახმარებლად. ჩვენ როგორც ხედავთ, ყველა პარტიასთან კარგად თანამშრომლობთ. Thank you very much. ეს კაცი დიპლომატი გახლავთ და მისმა ღიმილმა გაცილებით მეტი თქვა, ვიდრე მან თქვა სიტყვიერად. მას გაეღიმა და გუნებაში ალბათ დღემდე ცინის იმასთან დაკავშირებით თუ რა აჟიოტაჟი და ჟივილხივილი ატეხეს ქართველებმა ამ ქალბატონის ერთ პატარა უწყინარ სტატუსთან დაკავშირებით. ეს რომ მარტო კასპის დეპუტატის პრობლემა იყოს, მაშინ შესაძლებელია არც ღირდა ამისი განხილვა, ასე ვთქვათ, საჯაროდ, მაგრამ აი ამ დეპუტატს, ამ კონკრეტულ დეპუტატს აღმოაჩნდა კიდევ სხვა მხარდამჭერები, ასევე საკანონმდებლო ორგანოში. მე რა თქმა უნდა არ ვიზიარებ იმ ფაქტს, რომ საქართველო არ არის ამერიკის შეერთებული შტატების რუკაზე და საერთაშორისო საზოგადოების რუკაზე. ამის დასტური არის ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხათკენია, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის ქალბატონ ლორას მხრიდან, რომელსაც ჩემი აზრით ნამდვილად ვერ გაიგებდნენ სწორად ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცი. ამოდენა სახედარი როგორ ხარ ბიჭო? მოკლედ, რას არ გაიგებს კაცის ხური? ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატებიო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო და ქალბატონ ლორას ვინ მისცა უფლება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გააკრიტიკოს. და რა შუაშია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? ქალბატონ ლორა ტორტონს ვინ ართმევს იმის უფლებას, რომ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტზე საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. ვინ ართმევს ამის უფლებას? რა არის ეს? რა მონის ფსიქოლოგიაა ეს? გაუბედურების რა უზარმაზარი კოეფიციენტი ჩანს ყველაფერ ამაში. დაჩაგრული, დათრგუნული ცნობიერების რამხელა გამოვლინება ჩანს. აი ამ თითქოს ძალიან არამნიშვნელოვან და პატარა დეტალსა და ფაქტში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ეს შედარებით ვრცელი სიუჟეტი ამ გადაცემისთვის, მისი ფორმატისთვის ცოტა უჩვეულოდ ვრცელი სიუჟეტი, იმიტომ მოვიტანე რომ აი დამენახებინა ის თუ ხანდახან როგორ ვაწყდებით ღობე ყორეს. მე არ მეგონა 8 წლის შემდეგ თუ ასე ისევ ლორა თორტოს მივადგებოდით და ისევ პერსონების დონეზე იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან განხილული. ჩვენ დასავლეთთან რა ურთიერთობა გვაქვს, რა მოგცა ამან, სანამდე მიგვიყვანა ამან და როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს, ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა იმაზე თუ კონკრეტული პერსონები რა როლს თამაშობენ ყველაფერ ამაში. სხვათა შორის დღეს 13 თებერვალს პარასკევს დილის გადაცემაში ჩვენ ვიხილეთ ბატონი შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ცოტა სხვა ჭრილში ისაუბრა. ეს კი თქვა 2 დღის წინ, რის გამოც ჩემს გულისწყრომას იმსახურებს და აი ამ სიუჟეტშიც გამოჩნდა. მე არ მინდა ბატონ შალვას მიმართ ახლა ისეთი მკაცრი ვიყო შეფასებებში, როგორც იმ სიუჟეტში ვიყავი იმ პერსონების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ რომ თორტონისგან ტრამპი დაეცვათ. მაგრამ მაინც უნდა აკრიტიკო აი ამ კონკრეტულ პერსონასთან მისი დამოკიდებულების გამო. მაგრამ ის რაც დღეს თქვა, ეს უკვე სხვა მიდგომაა, ეს უკვე სხვა პოზიციაა და ამ მის პოზიციას ვიზიარებდა ვეთანხმები კიდეც აი კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდიდან აღებული ოფიციალური მონაცემები, ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მოკლე ინფორმაცია ყველა ქვეყანაზე. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ განახლებულა. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად 6 თვეში ერთხელ ხდება განახლება ამ მონაცემების ნებისმიერი ქვეყნის. და საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, რომ დაიბარეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისთან მივიდა ილია დარჩიაშვილი, ნახა იქ სადმე კაბინეტებში თუ კორიდორში. ეს ხო სამარცხვინო არის, რასაც ხედავთ და რა თქმა უნდა ეს არ არის რომელიმე ვებ ადმინისტრატორის ხარვეზი და შეუძლია გერმანიის ელჩს აქვს დღეს შესაძლებლობა რომ შემისწროს, თუ ესე არ არის. რუსეთი თუ არ ავიწყდება გერმანიის ვებ ადმინისტრატორს, ქვეყანა რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალე ბერბოკმა თქვა რომ ომში არიან რუსეთთან და თუ ომში არიან რუსეთთან მის მონაცემებს ანახლებენ ან არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ შარშან შემოდგომაზე. სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება. ირანი ხომ არ ავიწყდებათ, მოდიში. ირანი ხომ არ ავიწყდებათ და ირანზეც რომ აქვს ხოლმე ძალიან ემოციური ფონი. ირანი ხომ არ ავიწყდებათ და მისი განცხადებები და ასე შემდეგ თლიანად არა თუ რეგიონი სოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებ ადმინისტრატორს მითიურ IT-შნიკს, რომელსაც ვინმე შეიძლება დააბრალოს ეხლა საქართველოს გამოჩ. ხედავთ რა ვითარება გვაქვს, ურთულესი ვითარება გვაქვს. აი მონაცემებსაც კი არ აახლებენ, რომ თავიანთ მონაცემებში დღემდე, ამ წუთამდე საქართველოს პრეზიდენტად ფიგურირებდეს სალომე ზურაბიშვილი. არ ცვლიან ამ მონაცემს. ესე იგი დამოკიდებულება როგორი თაღლითური, უსინდისო, არა ადამიანური დამოკიდებულება. და სწორია ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც ყველაფერ ამას აკრიტიკებს, თუმცა ბოლომდე უნდა მივიდეთ. ელჩი, იმიტომ კი არ იქცევა ასე, რომ არამზადაა. არა, არამზადა რომ არის, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ამის გამო კი არ იქცევა ასე. არამედ იმის გამო იქცევა ასე, რომ ასეთი დავალება აქვს მიღებული სხვა უფრო დიდი არამზადისგან. გერმანიის სახელმწიფოს მეთაურისგან. გერმანიაში სხვათა შორის ის ფაშიზმი, რომელიც მე-20 საუკუნეში აღმოცენდა და აღზევდა და მსოფლიო უბედურებად მოევლინა კაცობრიობას, არსად არ წასულა. ისინი ისევ ისეთები არიან. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა განთავისუფლდა იმ მძიმე მემკვიდრეობისგან. განთავისუფლდა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა გაანთავისუფლა, მაგრამ საბჭოთა კავშირის სათავეში მოსულმა არამზადებმა, გორბაჩოვმა, შევარდნაძემ, იაკოვლევმა და სხვებმა ის
გერმანია დემოკრატიული რესპუბლიკა წაშალეს რუკიდან და გააერთიანეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. საიდანაც როგორც ვამბობდა გავიმეორებ კიდევ ის ფაშიზმი არსად არ წასულა. აი ეს არის მთელი უბედურება. და აქედან მოდის ყველა ის დამოკიდებულება, რაც დღეს უკვე ღაღადებს და რასაც ვერავინ ვეღარ დამალავს. აი ასეთი ვითარება გვაქვს. რა ვითარება გვაქვს იცით? გერმანიის ელჩი საქართველოს ხელისუფლებასთან კი არ თათბირობს, საქართველოს ხელისუფლებასთან კი არ არის კონტაქტში. ანუ საქართველოს მოსახლეობასთან კი არ არის კონტაქტში, არამედ საკუთარ აგენტურას დაძდებს კუჩი და საკუთარ აგენტურასთან შეხვედრებით არის დაკავებული. მე ვხვდები ხოლმე დიპლომატებს, სამი ახალია. რა საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა? ყველაფერთან დაკავშირებით. რა საკითხთან კონკრეტულად? შეგიძლიათ გითხრათ რა საკითხთან დაკავშირებით იყო შეხვედრა? არა, რა უნდა გითხრათ? გადასამალი გაქვთ რამე თუ? არაფერია მოგდასაკვირველი. საკუთარ საცხოვრებელ სახლში ხშირად ხვდებით? რუსულ მედიას არ ველაპარაკებ. ეგ გავიგეთ თქვენი პოზიცია, რომ რუსულ მედიას გვიწოდებთ და სხვა არგუმენტი არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით და რუსულ მედიას არ ველაპარაკებ. არის მარტივი კითხვა, რაზე შედგა საუბარი თქვენს და ბატონ პეტერ ფიშერს შორის? რუსულ მედიას არ ველაპარაკებ. ანუ სხვა არგუმენტი არ გაქვთ? აი ტიპიური წარმომადგენელი დასავლური დაფინანსებული აგენტურისა. ეს ქალბატონი ვინმე გიგაური, რომელიც სახლში დაბრძანდება გერმანიის ელჩთან. ამათთან აქვს კავშირი გერმანიის ელჩს და ერთად გეგმავენ იმას თუ როგორ დააფინანსონ ესენი იმისთვის რომ აქ მოამზადონ სახელმწიფო გადატრიალება და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება. ეს არ უნდა გავაცნობიეროთ, ამას არ უნდა მივხვდეთ, ამას ვერ უნდა ჩავწვდეთ. ამიტომ, როდესაც რომელიღაც დაჯგუფებები, მე არ ვლაპარაკობ მიხეილ სააკაშვილსა და მის ნაციონალურ მოძრაობაზე, რომლის ირგვლივ აიკინძა ეს ყველაფერი. მაგრამ ვითომ დაპირისპირებული რომ არიან იგივე სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ რომ გამოცვივდებიან ხოლმე ამა თუ იმ საკითხთან, ამა თუ იმ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და იგივეს გახვირიან, რასაც ეს აგენტურა გახვირეს. ეს როგორ ავხსნათ, ეს როგორ გავიგოთ? მარტივად. ყველა ვინც კი დღეს გაიმეორებს ნარატივიო რომ ამბობენ ახლა, აი იმ ნარატივს, რასაც მუდმივად ატრიალებს აგენტურა დასავლეთისა. ისინი არიან იმავე აგენტურის წევრები. სხვა ახსნა ამ მოვლენას არ აქვს. აქ ოდნავ ამოვისუნთქოთ, ცოტა უფრო მძიმე თემებზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ახლა გადავიდეთ, შემოგთავაზებთ ფსიქიატრიის რენტგენს. ჟურნალისტებით დავიწყებ. ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი დამოკიდებულება აქვს ჟურნალისტებს საკუთარ სახელთან. რაჯაფარიძემ ერთი ფრაზა მიხარით ვინ მოუწოდა ნუ ჩამოყალიბეთ ნანავარში მანუკაბატო არ ვიცი რომელიც ხარ შეიძლება პასპორტში ნანაწერი ხარ და დედიკო და მამიკო ნანუკას გეძახის რა ვიცი ახლა თქვენ რა ხართ კაცო კონკრეტიკა აი ასეთი გართულება აქვს ამ ქალბატონს საკუთარ სახელთან დაკავშირებით. არის ამაში რაღაცა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომენტი, ავადმყოფური მომენტი. სხვათა შორის ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. აი მსგავსი ვითარება ამავე თემასთან დაკავშირებით. ნანული არა. ოკეი? ნანა. ოკეი. როგორც გნებავთ, ისე დაგიძახებთ, მაგრამ როგორც ჩანს, სწორად ვერ შეგირჩიეს სახელი მშობლებმა თავის დროზე და მუდმივი პროტესტი გაქვს საკუთარი სახელის გამო, რაც რა თქმა უნდა ცუდია. აი კიდევ ერთი ჟურნალისტი. ამ ტურტლიანმა კობახიძემ მართლა რანაირად კაბედა და ჯავახიშვილს და ილიას ესეც შეურაცხყოფა როგორ მიაყენა. არ ვიცი ამ ქალბატონს აქვს თუ არა საკუთარ სახელთან გაუცხოვება თქვა და პრეტენზია საკუთარი სახელის მიმართ, მაგრამ ზრდილობასთან, ეთიკასთან, ნორმებთან, საზოგადოებასთან ლაპარაკის კულტურასთან რომ წყრალად არის, აი ამ ერთ წინადადებაშიც გამოჩნდა. და რა კი ჟურნალისტებზე ვსაუბრობთ, მოდით
ერთი ჟურნალისტი წარმოვადგინოთ კიდევ, რომელსაც ძალიან ომახიანი, მკუხარე და ისტორიული სახელი ქვია, მაგრამ ალბათ არ უნდა ერქვას. დავითი ქვია ამ კაცს. თუ კი დაუკავშირდებით ვალერის, ეგება უთხრათ, არ მინდა ეს განათებას ნუ ჩართავს, ისე გავაგრძელოთ საუბარი. მოვედი ბატონო, მოვედი. ძალიან კარგი, მოვიდა შუქი? არა, ფანარი ვიშოვე. ძალიან კარგი ქენი ჩემო ვალერი, ძალიან კარგი ქენი. ძალიან ცუდად იქცევი ამ გუბას, რა, მართლა ძალიან ცუდად იქცევი. დღეს რუბინიკი დამეწვა. სად ვიყიდო აზე არა ვარ გუბა. იცი ძალიან ბევრი ფული ჩამოჭრესო ამათვაო, ნუ დათო ვიღაც ეკავს და ისა გადმოbrunდა ეკრანი. ამაშა შეთვითო დააჭირე და გასწორდება. ჰიგიენურია თუ რა დავარქვათ ეს აპარიკმახეროებია თუ სალონებს გახსენით გავხო თქვენ მაგ შესაგრეში. არის გაზაფხულის მეორე თვე დაგვიდგა 1 მარტია და რატო მეორე 1 თვე? ბატონო? 1 მარტია. ხო, ბოდიში, ხო, მეორე თვეა, ხო. 1 თვეა, გაზაფხულის 1 თვე. არა, გასაძო, საიდან არის? ჩვენ მომისმინე ივნისი, აგვისტო ხო არის ზაფხული. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი არის შემოდგომა. და ისა რა ქვია, ნოემბერი, დეკემბერი და ნოემბერი ორჯერ თქვით. ორჯერ თქვით, შეფსკი. სასამართლოს კონტროლი ამათ 98 წლიდან დაიწყეს. პროკურატურის ეს შერი კაკუცა არის, შერი ფისო, ჩამოდი, მოდი აქეთკენ, მოდი. დასანანია. დაწუნებული ვიყავი, ესე ჩერთბო დისკუსია. კაი კატა. აი ამ კაცის პატარა ფრაგმენტი ამ კაცის საეთერო და სატელევიზიო და ჟურნალისტური მოღვაწეობიდან. არ გაგეცინება, სიმწრით გაგეცინება ალბათ. ამაში იხარჯება თანხების, დროც, ენერგიაც და მიდის წლების განმავლობაში აი ეს აბსურდი, რასაც ეს აკუბარდიას ეთერი ქვია და არ ვიცი ახლა ამ კაცს საკუთარ სახელთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს თუ არა, ალბათ არა აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვქონდეს პრეტენზია, არასწორად დაარქვეს მას სახელი. ისევე როგორც აი იმ ქალბატონებს, რომლებსაც საკუთარი სახელები არ მოსწონთ. ამ კაცს დავითი არ უნდა ერქვას. ხო, კიდევ ერთი პიროვნება, პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა როგორც საკუთარი მოსაზრების, საკუთარი პოზიციის გადამთქმელი კაცი. როგორც აწყობს, როგორც იმ წუთს ჩათვლის საჭიროდ, ისე გადააკეთებს ხოლმე თავის შეხედულებებს და თავის მსოფლმხედველობას. ეგრეთ წოდებული ავტორიტარული რეჟიმები რუსეთის მეთაურობით. რუსეთი, ირანი, როგორ მოიქცა ეს ხელისუფლება? ჩაკეტა დასავლეთი, ჩვენი ბუნებრივი სამყარო, ჩვენი სახლი, ჩვენი შინ, რაც არის, ხო, დასავლური ცივილიზაცია და კარი გაუღო აღმოსავლეთს. რელიგია ერთ-ერთი მთავარი საზღვრელი არის პოლიტიკის და ყოველთვის ასე იყო. ბისმილაჰი რაჰმანი რაჰიმი. და ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსა და ირანისა და საქართველოს ურთიერთობა და მეგობრობა და პარტნიორული დამოკიდებულება ერთმანეთთან. მერწმუნეთ, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს რეგიონში. ყოველთვის გვევლოს ირანსა და საქართველოს შორის. ბრძენი კაცი იყო ცხონებული ლევან სანიგიძე, მამამისი. ამ კაცს გუბაზი დაარქვა და მას გუბაზი უნდა ერქვას ალბათ. მისგან არც გაგვიგია პრეტენზია საკუთარ სახელთან დაკავშირებით. არის კიდევ ერთი კაცი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელსაც სხვა სახელი ქვია, მაგრამ სხვა სახელი უნდა ერქვას. მას ქათამი უნდა ერქვას. რო გვესმოდეს ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად ყველა ავტორიტარს იმაზე მეტად რას ფიქრობს მასზე ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო, აღელვებს რას ფიქრობს მასზე სხვა ავტორიტარი, ანუ ზოგადად ავტორიტარული კორპორაცია, ესე ვთქვათ, როგორც ახლა უკვე ეძახიან. და არც ერთი სხვა ავტორიტარი არ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილზე კარგად, იმიტომ რომ სანამ არსებობს პროტესტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ქვეყანას ვერ აკონტროლებს და ის ავტორიტარი, რომელიც ქვეყანას ვერ აკონტროლებს, მიღებული არ არის თავისნაირებშიც კი. მე წაღან შესწომა დაუშვი, ვთქვი, რომ ქათამი უნდა ერქვას მეთქი, უნდა ერქვას რა ქვია კიდეც.
მთელი საქართველო მას ამ სახელით იცნობს. და კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელსაც სხვა სახელი ქვია, სხვა სახელი უნდა ერქვას, მაგრამ ის სხვა სახელი აქამდე არ იყო მოძებნილი. თამარ კვარაცხელია მოუძებნა მას სახელი და დაარქვა ტაბლო ტუბლო. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემდგომ კრიზისს, რომელიც ამ ქვეყანაში რასაკვირველია იქნება, უბრალოდ ვერ გაუძლებს. ვერ გადაურჩება. ესე იგი, ამ კრიზისს გადაურჩა. ასე გამოდის ამ ბატონის ნათქვამიდან. და იმედი აქვს, რომ მერე რომ შეიქმნება მომავალში კრიზისი, იმ კრიზისს ვეღარ გადაურჩება ბიძინა ივანიშვილი. უნდა ჩავთვალოთ, რომ დასავლეთის აგენტურა, აი ეს ხროვა, რომელიც წელიწადზე მეტია რუსთაველზე ყრია, აღიარებს, რომ კრიზისმა გადაიარა. უпроსორად მათ ვერანაირი კრიზისი ვერ შექმნეს ქვეყანაში, იმიტომ რომ მათ არც პოზიცია აქვს, არც სინდისი აქვს, არც ნამუსი აქვს, არაფერი არ აქვს, რაზეც უნდა დადგნენ. მათ ქართველ ხალხში სიძულვილის გარდა ვერაფერი დაიმსახურებს, ვერაფერი ვერ მოიმკეს და ამიტომ, რა თქმა უნდა, კრიზისმა გადაიარა. ასე უნდა ჩავთვალოთ და რა კი თამარ კვარაცხელია ვახსენებ, მოდი მისი სიუჟეტიც ვნახოთ. მოგესალმებით. ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება. მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. სოფლიომ გამოავლინა ახალი Slay Queen და You Go Girl ემანციპირებული ქალი მარიზი კობახიძე. ქალი, რომელმაც საკუთარი მონდომებითა და ემიგრანტების შრომით მილიარდი იშოვა. სწორედ ამანუბიც განოვოსტის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს მოეპოვებინა Forbes-ის ახალი მდიდარ ადამიანთა სია, რომელიც ჯერ გამოქვეყნებულიც კი არ არის. მას ასე სოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია ასე გამოიყურება. პირველ ადგილზე კვლავ ილონ მასკია, Tesla, SpaceX-ი, მეორეზე ლარი პეიჯი, Google, Alphabet-ი, მესამეზე კი მარიზი კობახიძე, თორნიკე ქრისტე. რეზო რა თქმა უნდა იყო თორნიკეს მესაკნე და ძალიან კარგი წერილი დაწერა მიუძღვნა მან თორნიკეს და იესოს შეადარა თორნიკე. როგორც ჩანს, ამერიკაში მყოფ ემიგრანტთა ნაწილი მუხჩაუხრელად მუშაობს იმისთვის, რომ მარიზი ანთილი Forbes-ის სიაში მოხვდეს. სწორედ ამიტომ მათ მარიზი კობახიძეს ბოლო პერიოდის განმავლობაში 31,000 ლარი გადაურიცხეს. საღოლწმაო. სამწუხაროდ ამავე სიაში ვერ მოხვდა მიხეილ მაჭავარიანის ვაჟი ვარდენ მაჭავარიანი. არა იმიტომ რომ ქონება Forbes-ის მილიონერთა სიაში მოხვედრას ვერ უკაჩავდა. არა, უბრალოდ იმდენად არავის ახსოვს ეს ადამიანი რომ სიაში შეყვანაც დაავიწყლად. მონკლერის ქურთუკი 8400 ლარი. Stone Island-ის პალტო 3801 ლარი. მონკლერის ქურთუკი 3696 ლარი. აიბრიჯის ჟილეტი 1648 ლარი. წელსიაში მოხვდა ნანუკა, არა ნანულა, ოკეი, ჟორჟოლიანი. თუმცა Forbes მისი ქონება უშუალოდ არ გაურკვევია. რადგან ნანულამ ყველა კაცრად გაგვაფრთხილა, თქვენ არავინ გეკითხებათ მე რეკეტიორი და მწამებელი რეჟიმის დროს მდიდარი როგორ გავხდიო. თუმცა როგორც კი Forbes-ის წარმომადგენლებმა ნანულას მდიდრული ჭუჭრიანი კალოში იხილეს, სიაში ის ხუმალ მოახვედრეს. სიის საპატიო მეხუთე ადგილზე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი და მისი CEO მიხეილ სააკაშვილი მოხდა. თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი დედის ხონებით მოხდა, თუმცა არა. Forbes-მა პირველად დაუშვა გამონაკლისი და სიაში შეიყვანა არა მხოლოდ ხონებით მდიდარი ადამიანები, არამედ ფარამხანითაც. მიხეილ სააკაშვილი სიაში სწორედ თავისი მდიდარი ფარამხანით მოხდა. ნუ ახლა ყველას გვახსოვს, რომ ამ კაცს დედაც ძალიან მდიდარი ყავს, რომელიც ბიზნესის დაწყებას ლარით აპირებდა, ნუ იყიდდა ლარიან ნივთს, გაყიდდა 2 ლარად, შემდეგ 2 ლარიან ნივთს 4 ლარად, 4-იან 8-ად და ასე შემდეგ, თუმცა როცა ლარი ქონდა, სწორედ მაშინ გახდა სახელმწიფო გადატრიალებით მისი შვილი საქართველოს პრეზიდენტი და ადგა და ბარემ მთელი საქართველო ლარად იყიდა. ჩვენთვის სამწუხაროდ უცნობია, ვინ მოხდა სიის დანარჩენ 5 ადგილას. თუმცა რა თქმა უნდა, უხჩაუხრელად ვიშრომებთ იმისთვის, რომ დანარჩენი 5 ეულის გვარებიც მოვიპოვოთ. თუ რა თქმა უნდა, კონკურენტ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა არ დაგვასწრო და არ მოიპოვა ჩვენამდე ეს ინფორმაცია, თუმცა გთხოვთ აქვე,
რომ თუ ფანტაზიურ გამომძიებელ ჟურნალისტებს უნდა ენდოთ, ბარემ რაღა მათ უნდა ენდოთ ადეთით და ჩვენ გვენდეთ. შავთამარა ამით გემშვიდობებად, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მადლობა თამარ. შვენიერი გამოშვება იყო ნოვოსტისა. ძალიან მომეწონა ეს ბოლო ხუმრობა, შავთამარა. შავნოდარას ანალოგიით ალბათ. აქ დავამთავროთ ფსიქიატრიის რენტგენი. მე ვთქვი, რომ ჩვენ კიდევ უფრო ძიმე მოვლენებზე უნდა ვისაუბროთ მეთქი, როგორია დამოკიდებულება დასავლეთისაც შორის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურად ვხედავთ. ნებისმიერი მოქალაქე უკვე ხედავს ამას, თუ როგორ დამძიმდა ეს ურთიერთობები და პრაქტიკულად როგორ გაგვრიყა და როგორ გაგვწირა დასავლეთმა და როგორ გადაასხა ცივი წყალი მთელ ჩვენს ოცნებებს და ნატვრებს, რომელიც 35 წელიწადის განმავლობაში გრძელდებოდა, ანუ გამოლენჩებული მზერით ვიყავით მიჯაჭვული დასავლეთთან მთელი წლების განმავლობაში. ამ ბოლო დროს მოხდა ისეთი რამ, რომელიც ახსნა ცოტა ძნელია. მართალი გითხრათ, მე გამიჭირდა თუ რა არის ეს, თქვენ იცით რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩვენს რეგიონს ეწვია, ამიერკავკასიას. ამიერკავკასიას, სადაც სულ 3 სახელმწიფო არსებობს, მათ შორის 2 მოინახულა, სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველო კი ალბათ არც გახსენებია. ისტორიული დღე ერევნისთვის სომხეთის ისტორიაში პირველად ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჯეიდი ვენსი ხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს. იმ ქვეყნის ლიდერებს, რომლებმაც სამშვიდობო შეთანხმებას ოფიციალურად ვაშინგტონის შუამავლობით მიაღწიეს. ერევანში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი მხარეებისთვის სამომავლოდ პოტენციური ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების წინაპირობაა. თუმცა ამ დონეზე ურთიერთობების გადასვლამდე სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 9 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე. ასევე განიხილეს სომხეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის NVIDIA-ს ჩიპების მწარმოებელი ქარხნის გახსნის საკითხი. ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებების მიღწევა არის ნაწილი პროექტისა სახელწოდებით ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს აზია-ევროპას შორის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო დერეფნად აქცევს. მხარეებს შორის ღრმავდება კავშირები თავდაცვის უნარიანობის და უსაფრთხოების საკითხებშიც, რისთვისაც პირველ ეტაპზე ამერიკა სომხეთს მიართვის V-ბეთის ტიპის სადაზვერვო დრონებს. შეხვედრის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბაქო ერევნის ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულების დინამიკა. სტაბილურობის და მდგრადი მშვიდობის განსამტკიცებლად ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მრავალწლიანი უთანხმოების აღმოფხვრას თურქეთთანაც ცდილობს. თქვენ ახლა უსმენთ ევრონიუსის სიუჟეტებს, ამიტომ ტექსტები, რომელსაც თქვენ ისმენთ, ეს ევრონიუსს ეკუთვნის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ პირადად ვენს, რა განცხადება გააკეთა მან ერევანში. ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველყოფთ მშვიდობას სომხეთისთვის, არამედ ასევე ერთად ვქმნით რეალურ კეთილდღეობას სომხეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ დღევანდელი შეხვედრა სომხეთისა და შეერთებული შტატებისთვის ნამდვილად ახლის დასაწყისია ორმხრივი პარტნიორობისა, რაც ჩვენ ქვეყნებს ერთად შეიძლება ჰქონდეთ. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გარიგება ახსენა. ამერიკამ სიამაყით გასცა არაერთი საექსპორტო ლიცენზია მაღალი სიმძლავრის NVIDIA-ს ჩიპების გასაყიდად და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ახალ ბაზრებს ამერიკელი მუშაკებისა და ამერიკული ბიზნესისთვის, მაგრამ ასევე ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობას სომეხი ხალხისთვის. ეს არის ჩიპები, რომლებიც უბრალოდ არ არსებობს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. აი, ასეთი არის დამოკიდებულება, ძალიან დიდი ენთუზიაზმით გააჟღენთილი დამოკიდებულება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატები და სომხეთი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის და რას ნიშნავს ჩვენი უყურადღებოდ დატოვება, ამაზე, რა თქმა უნდა, ერთად უნდა დავფიქრდეთ. ახლა ნახოთ ფაშინიანის განცხადება. Vice President JD Vance's visit. ვიცე-პრეზიდენტ JD Vance's ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობისა და ამერიკასა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის უზრუნველსაყოფად. ბატონ Vance სამხრეთ კავკასიაში პოზიტიური პროცესების შესახებ მოახსენე. ასევე რამდენიმე დღის წინ ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე, რომლებიც მიმართული იყო ორ ქვეყანას შორის მშვიდობის განმტკიცებისკენ.
ერევანი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო პროექტს გარდა მნიშვნელოვანი შემოსავლებისა ექნება რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის დაუბრკოლებელი მიმოცვლა დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. ბატონ ვენსთან ასევე განვიხილეთ ბლოგპოსტების სრულად მოხსნის პერსპექტივა. როგორც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია. ვფიქრობ, ამ კონტექსტში უკიდურესად მნიშვნელოვანია ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ ამჟამინდელი დიალოგი სომხეთსა და თურქეთს შორის, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რაც ასევე მოიცავს გიუმრი ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის გახსნას. ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ სამხედრო და თავდაცვითი პარტნიორობის თვალსაზრისით. უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და სომხეთს შორის უკვე 3 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო სწავლებების Eagle Partner-ის ფარგლებში სომხეთმა უკვე შეისყიდა უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ეფექტურობა ექსპლუატაციის გამოცდილებით არის დადასტურებული და რაც ხელშესახების შენაძენი იქნება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის შესაძლებლობის განმტკიცებისთვის. დამეთანხმებით, რომ ძნელი გასარჩევია, რომელი მხრიდან უფრო მეტი ენთუზიაზმი იგრძნობოდა ამ შეხვედრაში და ეს ალბათ გასაგებიც არის. ორივეს სერიოზული მიზნები ამოძრავებს. ორივე მხარეს ამოძრავებს სერიოზული მიზანი, მაგრამ რა უნდა იყოს ეს? რა არის აქ მთავარი? მოდით ევრონიუსის შეფასება მოვისმინოთ. სამოქალაქო ბირთვულ სექტორში მიღწეული ორმხრივი შეთანხმება მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და განგაშია კრემლისთვის. ამერიკულ მხარესთან გაფორმებული გარიგება ითვალისწინებს ვაშინგტონის შესვლას მანამდე მოსკოვის კონტროლირებად სივრცეში, რადგან ერევანს ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას სწორედ რუსული მხარე აწვდიდა. 9 თებერვლის შეთანხმებით კი სომხეთი რუსეთს ნათლად აჩვენებს საგარეო ვექტორის მკაფიო შებრუნებას დასავლეთისკენ. ხედავთ სად მიდის ეს ყველაფერი? მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სადაც არ უნდა მოქმედებდეს, სადაც არ უნდა აკეთებდეს რაღაცას. იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი, იქნება ეს ევროპა, იქნება ეს პოსტსაბჭოთა სივრცე თუ სხვაგან და სხვაგან, ყველგან ებრძვის რუსეთს. ყველგან უპირისპირდება რუსეთს. აი ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ზოგადი სტრატეგიული მიდგომა, რაც ტრამპის მოსვლის შემდეგაც არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის რიტორიკა შეიცვალა, ტრამპის მიდგომები ბევრ რამესთან დაკავშირებით თითქოს იცვლება, მაგრამ აი ეს გლობალური მიმართულება, სტრატეგიული მიმართულება რუსეთთან დაპირისპირებისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისა ამერიკაში ჯერჯერობით არ შეცვლიდა. ბატონი ვენსი ერევნიდან ბაქოში გაფრინდა. ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ქარტია და ტერიტორიული წყლების დაცვაში დასახმარებლად აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ახალი ამერიკული გემები. ასეთია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-ის ბაქოში ვიზიტის შედეგები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სომხეთის შემდეგ მეზობელ აზერბაიჯანს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგიონში მრავალწლიანი სამხედრო კონფლიქტისა და პოლიტიკური დაძაბულობის დასრულების გზაზე შთამბეჭდავი მიღწევების შესახებ. რა თქმა უნდა, აქაც უნდა მოვისმინოთ, თუ რა თქვა ბატონმა ვენსმა კონკრეტულად ბაქოში ვიზიტის დროს. ბევრმა ამერიკელმა შესაძლოა არც იცის, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები იყვნენ ერთ-ერთი ბოლო, ვინც ავღანეთი დატოვა. დღეს გვინდა გულწრფელი პატივისცემა გამოვხატოთ ამ მეგობრობისთვის და გსურს ნამდვილად ახალი თავი დავიწყოთ ორმხრივ ურთიერთობებში. ფიქრობ, ამერიკაში პრეზიდენტ ტრამპის, ხოლო აზერბაიჯანში პრეზიდენტ ალიევის ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. აზერბაიჯანში რამდენიმე ახალი გემის გამოგზავნას ვაპირებ თქვენი ტერიტორიული წყლების დასაცავად. სიამაყით ვაცხადებ და ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ტრამპის ახალ მარშრუტს გადაუფრინა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ასევე გააერთიანებს აზერბაიჯანის ორ გახლეჩილ ნაწილს. ვიმედოვნებთ ეს შექმნის იმდაგვარ ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კოოპერაციას ბუნებრივი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალური რესურსების სფეროებში, რაც ნამდვილად განამტკიცებს ამ შთამბეჭდავ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ნამდვილად ვთვლი, რომ პრეზიდენტი ალიევი დიდ პატივისცემას იმსახურებს. მისი და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ლიდერობის გარეშე ვერ მივაღწევდით მშვიდობას და მგონია, სწორედ სამა ადამიანმა პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით შექმნა ისტორიული მშვიდობა. აქაც იგივე ენთუზიაზმი, აქაც იგივე შორს მიმავალი გეგმები, აქაც უშუალოდ იყო ნახსენები
ტრამპის გზა, ტრამპის დერეფანი, რაც იგივეა, რაც ზანგეზურის დერეფანი, რომელიც საქართველოს დიდად აზიანებს და აზარალებს. საქართველოს გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მდგომარეობას რაღაცნაირად ფასს უკარგავს თითქოს. ყოველ შემთხვევაში, აქეთკენ არის ეს ყველაფერი მიმართული და აქედან ალბათ გასაგები ხდება თუ რატომ არ მოისურვა ბატონმა ვენსმა საქართველოში ჩამოსვლა, მაშინ როდესაც ამიერკავკასიის ორ დანარჩენ სახელმწიფოს ესტუმრა და ეწვია. ახლა რა თქმა უნდა ზედმეტი არ იქნება მოусმინოთ ბატონ ალიევსაც. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო სტრატეგიული პარტნიორები. მადლიერი ვართ პრეზიდენტ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და მათი გუნდის კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის. ჩვენ არამხოლოდ მოუხსენით შეზღუდვები აზერბაიჯანის გავლით სომხეთში მიმავალ ტრანზიტულ ტვირთებზე, არამედ დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რითაც ფაქტობრივად სავაჭრო თანამშრომლობა დავიწყეთ. ტრამპი ვენსის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალისხმევა არის ჩვენს რეგიონში რეალიზება პროექტისა სახელწოდებით ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც არამხოლოდ დააკავშირებს ერთმანეთთან აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ ჩამოყალიბდება ძალიან სანდო, უსაფრთხო და მასშტაბურ სატრანსპორტო დერეფნად, რომელიც ერთმანეთთან ასევე დააკავშირებს აზიასა და ევროპას აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობლების გავლით. დღეს ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობები სრულიად ახალ ფაზაში გადადის. განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან. განვაგრძობთ მუშაობას ენერგოუსაფრთხოების საკითხზეც. რამე თუ ბუნებრივი აირის მარაგებით აზერბაიჯანი დღეს ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს 16 ქვეყნისთვის, საიდანაც 11 ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირეა. მე ვფიქრობ, რომ ძნელი მისახვედრი არ არის თუ რა საით მიდის და რას უნდა ნიშნავდეს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. მოდით ევრონიუსის ერთი ტექსტი მოვისმინოთ კიდევ. ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას, თქვა ილჰამ ალიევმა და დასძინა, რომ ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად ბაქომ და ერევანმა ფაქტობრივად საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის მოპოვების დღიდან პირველად სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა განაახლეს. ამერიკული მხარის შუამავლობით გაფორმებულმა სამშვიდობო დოკუმენტმა შესაძლებელი გახადა სომხეთის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტებით მომარაგებაც. ილჰამ ალიევის თანახმად, ვაშინგტონსა და ბაქოს შორის 10 თებერვლის ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის გამტკიცების შესახებ არის მხარეთა დიპლომატიური წარმომადგენლობების 6 თვიანი დაუღალავი მუშაობის შედეგი. და აქ მოვისმინოთ ევრონიუსის დასკვნაც, რომელიც კაცმა რომ თქვას ემთხვევა იმ დასკვნას, რაც მე უნდა გამეკეთებინა ყოველივე ამის შემდეგ. ვიდრე აზერბაიჯანი ამერიკასთან ურთიერთობების გამტკიცებასა და სომხეთთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაზე მუშაობს, ბაქო სულ უფრო მეტად შორდება მოსკოვს, რაც კრემლისთვის არც ისე სასიამოვნო მდგომარეობა, ამით უმეტეს, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფაქტობრივად ერთდროულად დაკარგა დომინანტური როლი ორ სახელმწიფოზე. აი ასეთი გახლავთ ეს დასკვნა. არც თუ სახარბიელო დასკვნა მოსკოვისთვის და რუსეთისთვის. მე არ ვიცი ასე რბილად ჩაივლის ეს ყველაფერი. ფიქრობ რომ არა. რა თქმა უნდა, გართულებები იქნება, რა თქმა უნდა, მოსკოვი საკუთარი ინტერესების დაცვას შეეცდება, ალბათ არასწორი იქნება ვიფიქროთ, რომ უკრაინაში ამდენი სისხლი, იმიტომ დაიღვარა და მთელი 4 წლის განმავლობაში ეს საომარი ოპერაცია იმიტომ მიმდინარეობს, რომ სხვა ყველაფერზე ხელი აიღოს და დათმოს რუსეთმა. ფიქრობ რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჯერ იმაზე ვიფიქროთ თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. რა უძღოდა ამას წინ. ექსპერტების შეფასებით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლოა აღმოჩნდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებების გზაზე, რასაც მანამდე წინ უძღოდა 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმება. ამ დღეს ოფიციალურად დაესვა წერტილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თითქმის 40 წლიან სამხედრო პოლიტიკურ დაძაბულობას. სამშვიდობო დოკუმენტზე დონალდ ტრამპის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის ხელმოწერებმა დააფიქსირა მხარეთა მზაობა იმუშაონ ორმხრივი კავშირების აღდგენასა და ნორმალიზებაზე. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმავე ლიდერებმა ხელი მოაწერეს ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი მშვიდობის საბჭოს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლითაც მათ დაადასტურეს მზაობა შეიტანონ საკუთარი წვლილი არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს სამშვიდობო პროცესების უზრუნველსაყოფათაც.
ეს ყველაფერი დაიწყო რა თქმა უნდა იქიდან, როდესაც ტრამპმა ვაშინგტონში დაიბარა ალიევი და ფაშინიანი, მოელაპარაკა მათ, დაავალა მათ, რომ შერიგებულიყვნენ, შეთანხმებულიყვნენ და ემუშავათ ამერიკის შეერთებული შტატების დირექტივებით და ემოქმედად და ეცხოვრათ ამ დირექტივებით. აი, აქედან დაიწყო ყველაფერი. მაგრამ ამ პროგრამიდან ჩვენ რომ საქართველოს რომ ამოვარდნილია, ამას რა თქმა უნდა ახსნა სჭირდება. მაინც და მაინც დამაჯერებელი რამ ამასთან დაკავშირებით ქართულ მედია სივრცეში მე არ მინახავს, მაგრამ ერთი საინტერესო პასაჟი ვნახე და ამას ახლა მოგასმენიებთ. პირველი ახლა ვენსის ვიზიტთან დაკავშირებით რატო არ ჩამოვიდა საქართველოში? ახლა რო წარმოვიდგინოთ ვენს რა თქმა უნდა შეეძლო შეთანხმებია პროტოკოლთან და ჩამოსულიყო საქართველოშიც ამ ვიზიტების შესახებ დიდი არაფერი არ იწერება პრესაში, მაგრამ არ ჩამოვიდა იმიტომ, რომ საქართველოს მკაფიოდ ყვავარი ომის სცენარებში მონაწილეობას. ეს ეხება ირანის მიმართულებას, ეს ეხება რუსეთის მიმართულებას და ზოგადად მკაფიო სიგნალი იქნა გაშვებული საქართველოს მხრიდან, რომ ჩვენ ამ ავანტიურებში და ომის სცენარებში არ მივიღებთ და ვერ მივიღებთ მონაწილეობა. საინტერესო მოსაზრებაა. ალბათ, იმიტომ რომ კი საქართველოს მართლა თქვა, რომ საომარ ვითარებებში არ ჩაერთვება. რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს უკრაინის პარალელურად არ გახსნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს კაცი ბატონი გოგავა იყო, ირაკლი გოგავა, რომელმაც ეს მოსაზრება გამოთქვა, მაგრამ რას ნიშნავს მისი ეს ნათქვამი? ესე იგი, თუ ეს არის ახსნა, რომ საქართველოს არ აპირებს საომარ ვითარებებში ჩაბმას და ამიტომ არ ჩამოვიდა საქართველოში ბატონი ვენსი, მაშინ გამოდის, რომ ის სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩასულა ამ მისიით, რომ ისინი ჩართოს რაღაც გარკვეულ საომარ ვითარებებში. ანუ კავკასიის არევის გეგმა იკითხება ამის უკან, კავკასიის არევის გეგმა იმისთვის, რომ რუსეთს მიადგეს მეტი ზიანი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამ უკრაინის ვითარებამ ვერ იმუშავა, ისე როგორც დასავლეთს ჰქონდა დაგეგმილი, ამიტომ რაღაცა უნდა გაფართოვდეს, ფრონტი უნდა ასე უნდა გავიგოთ ეს ნათქვამი. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ არის ჭეშმარიტების მარცვალი ამაშიც. მით უმეტეს, თუ ყველაფერ ამას განვიხილავთ იმ ფონზე, რაც თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა ლავროვმა საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით და რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. Американцы хотят забрать под себя все маршруты обеспечения всех ведущих стран, всех континентов энергоносителями. И в том числе на европейском континенте смотрят и на северные потоки, которые были взорваны, как вы знаете, 3 года назад, смотрят и на украинскую газотранспортную систему, смотрят и на турецкий поток. Я просто к тому, что цель Соединенных Штатов доминировать в мировой экономике, она реализуется с использованием весьма и весьма большого количества принудительных мер, которые не вписываются в честную конкуренцию. Тарифы, санкции, прямые запреты, общаться даже запрещают некоторым. მე მგონი ძალიან სერიოზული ანალიზი გააკეთა ბატონმა ლავროვმა, აი პირველ რიგში რაც მან თქვა, რომ ენერგომატარებლების ყველა მარშრუტი უნდა ჩაიგდონ ხელში. აი ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ თავიანთი ხელით ააფეთქეს ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის ნაკადი, რომლითაც ევროპას, კერძოდ გერმანიას პირდაპირ მიეწოდებოდა ზღვის ფსკერზე გავლით რუსული გაზი. აი ეს ევროპელებმა თავიანთი ხელით ააფეთქეს, იმიტომ რომ ყველა მარშრუტი უნდა კონტროლდებოდეს მათ მიერ, დასავლეთის მიერ და ამერიკელების მიერ და რუსეთს მათი კონტროლის გარეშე თავისი ენერგომატარებლების გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე არ უნდა შეეძლოს. საუბარსაც კი უგზალავენ, სწორი თქვა ბატონმა ლავროვმა, საუბარსაც კი უგზალავენ, აი პირდაპირ საუბარს, როგორც ჩვენ ქართველებს გვიგზალავენ პირდაპირ საუბარს რუსეთთან.
ვინ აკეთებს ამას? დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. უფლება არ გვაქვს რომ რუსეთს დაველაპარაკოთ ჩვენ და სამწუხაროდ ასეთია ზოგადი სურათი და სურათი რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში ძალიან არასახარბიელო ვითარებას გვიხატავს დასავლეთის დამოკიდებულების თვალსაზრისით უაღრესად არასახარბიელო ვითარებას და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება რითიც ცდილობს აქედან გამოსავალი მოძებნოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრო ღონისძიებებს ასევე დაესწრო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი. სამიტი დონალდ ტრამპის ინიციატივაა და მისი მიზანია მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა და ამ თავისუფლებების გამტკიცებისთვის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება. მინისტრის მოადგილემ სამიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კომისიის თავმჯდომარესთან. ლაშა დარსალიამ ვიკი ჰარცლერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიის თავისუფლებისა და ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურების შეზღუდვის შესახებ მიეწოდა ინფორმაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართა რელიგიური თავისუფლების სამიტის თანათავმჯდომარესთან სემ ბრაუნბეკთან. ესე იგი ჩვენ რეალობა კი არ მივიღეთ ისეთი როგორიც არის. კი არ შეურიგდით ამ მდგომარეობას რომ არც ევროპას ვჭირდებით რამეში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორც სათაურში გამოვიტანე გამოლენჩებული მზერა კვლავ დასავლეთისკენ გვაქვს მიპყრობილი და ვცდილობთ რომ როგორმე გული მოულბოთ, როგორმე შევაღწიოთ მათ სულში, მათ ტვინში, მათ ცნობიერებაში და ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ იქ. კი ვცდილობთ, მაგრამ რამე რეალური შედეგი მოჰყვება ამას? თუ გადავხედავთ მთლიან გზას, რაც გავიარეთ 75 წლის განმავლობაში, მე მგონი მარტივად უნდა დავასკვნათ, რომ ამას შედეგი არ მოყვება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ მივიდა ამ დასკვნის გაკეთებამდე და ამიტომ აწყდება ღობე ყორას და ყველა მიმართულებით ცდილობს რომ როგორმე გაიყვანოს გზა დასავლეთის ლიდერთა გულებისგან. ბატონი ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი და ქალბატონი ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მილანში იყვნენ და იქაც შეეცადნენ შეხვედრა როგორმე ქონოდათ ვენსთან და რუბიოსთან. დღეს ზამთრის 25-ე ოლიმპიადა იხსნება მილანში ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრეზიდენტის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა. ქართული დელეგაცია დაესწრო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მასპინძლობით გამართულ მიღებას. ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ესაუბრნენ. საქართველოს პრეზიდენტი უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამზეც იმყოფებოდა. მილანში იხსნება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. გახსნის ცერემონიის ფარგლებში იმართება არაერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის დელეგაციები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას შესაძლებლობა გქონდა შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და გქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით მათ ისევე როგორც სხვა ლიდერებს. აი ეს ყველაფერი საჯარო ეპიზოდებია, ასე ვთქვათ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არც აქვს, კაცმა რომ ვთქვათ. თავარია უშიშროების სამსახურები როგორ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. თავარია აი ეს სამსახურები გეგმავენ თუ არა იმ ურთიერთობებს, რომლის შემდეგაც შეუძლებელი იქნება ამ სახელმწიფოთა შორის ვითარების იმ გზით წარმართვა, რა გზასაც ვხედავთ, რომ ხელი ვკრან, წიხლი ვკრან, მოგვიშორონ თავიდან და ჩვენთან არაფერი ქონდეთ საერთო. გავიგეთ რომ თურმე ჩვენი უშიშროების სამსახურის შეფი ბატონი დინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილა წასული. თუმცა არ გახმაურებულა ეს ამბავი, მაგრამ ბოლოს უშიშროების სამსახური მაინც იძულებული გახდა ერთი განცხადება გაეკეთებინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამერიკაში იმყოფებოდა ვიზიტით მისი კოლეგების მიწვევით. შეხვედრების 7 თებერვალს შედგა ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მორჩა ამის მეტი არც ერთი სიტყვა არ თქმულა ამასთან დაკავშირებით. უნდა ვიფიქროთ, რომ რამე სასიკეთოდ გადაწყდა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიხედავს საქართველოსკენ თუ არა. მე მგონი ჯერჯერობით ასე ფიქრის საშუალება არ აქვს, იმიტომ რომ რამე რომ ჩამოეტანა ბატონ დინარაძეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაშინ უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდებოდა და უფრო მეტი პროპაგანდისტული მანქანა იმუშავებდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა კი პირში წყალი ჩაიგუბეს და მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ბატონი დინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და მეტი არაფერი არ თქვეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მაინც და მაინც დიდი ხელდამშვენებით იქიდან არ ჩამოსულა ბატონი დინარაძე, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ და მეტი არაფერი. აი ეს ვითარება გვაქვს და რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, ისევ მივაჩერდეთ დასავლეთს ამ გამოლენჩებული მზერით და ვიყოთ ასე თუ რაღაცა ვიფიქროთ, რადიკალურად შევცვალოთ თუ არა ჩვენი დამოკიდებულებები, დიამეტრალურად შევცვალოთ თუ არა ჩვენი დამოკიდებულებები. ამაზე ფიქრია საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით აი ასეთი რადიკალური ნაბიჯები არ ჩანს. არ არის ამის გადამდგმელი არავინ. ისე რომ უნდა გადავდგათ ასეთი რადიკალური ნაბიჯი, ეს დაგვიდასტურა საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა აი რამდენიმე დღის წინ ჩამორძანდა ხორვატიის პრეზიდენტი და ნახეთ როგორი დამოკიდებულებები, როგორი პოზიციები გააჟღერა მან საქართველოში. ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა შეუძლებელი დილემების წინაშე და ძალიან ცინიკური გზით, როგორც ბატონი ყაველაშვილი ამას ეძახის. ამას აკეთებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ევროპული ბიუროკრატია. ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არ მივცემ უფლებას ხორვატიის სახელით ილაპარაკონ. ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვფიქრობდი მე როგორ ვიგრძნობდი თავს ეს პოლიტიკოსები, რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში. ყველა პარამეტრის თვალსაზრისით საქართველო წარმატებით ვითარდება. ქვეყანას ბარიერს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ. აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ამ ქვეყანას. ხდება ხელების გადაგრეხა და შანტაჟი. ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა. ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა. ამის სათქმელად ვარ ჩამოსულიო და მოისმინეთ ახლა რაც თქვა ამ კაცს. რა მძიმე დილაპარაკა ევროპასთან დაკავშირებით. ევროპულ მიდგომებთან დაკავშირებით. ეს კაცი ხომ ევროპელია. ევროპული სახელმწიფო ხორვატიის პრეზიდენტია მილანოვიჩია მისი გვარი და ამ კაცმა როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა, თანაც სხვა ქვეყანაში სტუმრად ვიზიტად ყოფნის პერიოდში, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული დამოკიდებულებები საგნებისა და მოვლენების მიმართ უკვე პრაქტიკულად კლდეს შეასკდა. პრაქტიკულად ევროკავშირი გზას აცდა. პრაქტიკულად ევროკავშირის მიდგომები თუ მთლიანად ევროკავშირი არა ინგრევა. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ და წაღარ ვამბობდი, რამე რადიკალური და დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომების ძიება ხომ არ გმართავს მეთქი. არის საზოგადოებაში ასეთი ძიებები. მაგალითად, აი რამდენიმე დღის წინ სამეგრელოს უხუცესთა საბჭომ გააჟღერა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დებულება. ასეთი რეკომენდაციით, ასეთი წინადადებით მიმართა მან საქართველოს მმართველ პარტიას და მთავრობას. აი ვნახოთ რა ჟღერს ამ განცხადებაში. საქართველოს მთავრობა სასურველია შეიმუშაოს იურიდიული მექანიზმი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ჩანაწერს საქართველოს კონსტიტუციიდან ამოიღებს ან შეაჩერებს, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და არის საფრთხის შემცველი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხელისუფლებამ დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან დღეს არსებული უთანხმოებისა და ათეული წლების განმავლობაში დააგროვებული პრობლემების გადასაჭრელად დასვას საკითხი აფხაზებსა და ოსებთან ერთად
ჩვენი ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საფუძველზე. რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში თანაბარ უფლებიან წევრად საქართველოს მიღების შესახებ 1992 წელს გაეროსა და რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულ საზღვრებში. შეხედეთ, როგორ არის საკითხი დასმული. ახლა ბევრს ლაპარაკობენ დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე. ხშირად იყენებენ ამ სიტყვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. თქვათ, მიაღწიეს ამ გადატვირთვას. თქვათ, ისევ მოწყალე თვალით გადმოგვხედა ამერიკამ და ევროპამ. რა ეს არის იმისი საწინდარი, იმისი გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღსდგება? ვინ დაიჯერებს ამ ზღაპარს, ამ მითს? ვინ უნდა ენდოს ამას? რა მექანიზმი გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას, კოლექტიურ დასავლეთს, ნატოს? რა მექანიზმი გააჩნია იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთის სამხედრო ბაზები გაიყვანოს? არსებობს ასეთი მექანიზმი? ჯერა ვინმეს ამისი? არა. არავითარი ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ესე იგი, როდესაც ვლაპარაკობთ ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, ჩვენ არ ვფიქრობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ისინი, ვინც ლაპარაკობენ, არ ფიქრობენ ამ მდგომარეობის მიღწევაზე. და ისინი, ვინც ამ განცხადებას აკეთებენ, აი რაც ახლა მოისმინეთ. რუსეთ-ბელარუსის კავშირში საქართველოს წევრობაზე. ოღონდ 1992 წელს გაეროსა და თვით რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული საზღვრებით. საქართველოს საზღვრებით. აი ამას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის პირდაპირი გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ მიმართული. ეს არის პირდაპირი გზა იმისკენ, რომ ის გამოლენჩებული მზერა, რომელი მზერითაც 35 წელიწადია მეტია, რაც დასავლეთს ვართ მიციცინებული და შეჩერებული, აი ეს როგორმე გავასწოროთ. არასწორი მზერა, არასწორი მიმართულება, არასწორი ორიენტაცია. აი ეს უნდა დავძლიოთ, ეს უნდა გავასწოროთ და ეს უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან და არ უნდა ვედავოთ მას იქ, სადაც არაფერია სადავო. მცირეოდენი შეცდომებით შეიძლება ხელისუფლებას ვაპატიოთ, იმიტომ რომ არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც შეცდომა არ მოსდის. მაგრამ საბედისწერო შეცდომა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. ხელისუფლებამ არ უნდა აგვაცდინოს იმ გზას, რასაც ჩვენი ისტორიული გზა ქვია, რასაც ჩვენი სარწმუნოებრივი გზა ქვია, რასაც მართლმადიდებლობის მიმართულება და მართლმადიდებლობის გზა ქვია. აქ მინდა მოგასმენინოთ პატარა ფრაგმენტი საქართველოს კათალიკოსის ერთ-ერთი განცხადებიდან. დავით აღმაშენებელი, ეს დიდებული მეფე ამბობს, გულზე დამადგით ფეხიო. რამხელა ასეთი რამ არ უთქვამს არც ერთ მეფეს კი არა, ჩვეულებრივ რიგითი ადამიანს არ უთქვამს ესა. მეორე მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობს, ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსაო. ესაც არ უთქვამს. უთქვამთ, რომ წამებას გაუზელი ან აიტანე ან სხვა რამე, მაგრამ შენ რომ ეძიებდე სიკვდილსა ქრისტესთვის, ეს არაჩვეულებრივი გამოთქმაა და ეს ახასიათებს ქართველ ადამიანს. ქართული სულია აი ამ სიტყვებში, ქართული გონება, ქართული სულიერება. აქ
კომენტარის უფლებას მე საკუთარ თავს არ მივცემ. ერთადერთი ჩემი კომენტარი ის იქნება, რომ ავანთებ სანთას და გადავიწერ ბირჯვარს. თქვენც გთხოვთ იგივე გააკეთოთ, ვინაიდან ეს არის ჩვენი გზა. მართლმადიდებლობა არის ის კულტურა, რომლის წიაღში ჩვენ ჩამოყალიბდით. როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც ქვეყანა, როგორც პერსპექტივის მქონე სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ ამ გზას არ უნდა ავსდეთ. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. მართლმადიდებლობის გზით უნდა ვიაროთ. გადავიწეროთ ბირჯვარი და ვთხოვოთ უფალს შემწეობა საქართველოს გადარჩენის საქმეში. ჩვენ ჯიუტად უნდა დავადგეთ ამ გზას. ისევე ჯიუტად, როგორც ეს ანგელოზი ადგას ამ გზას, მიდის ამ ისვის ძალიან ძნელად დასაძლევ ბარიერზე, კიბეებზე, მიდის იმისთვის, რომ მიაახლოს ეკლესიას, მიაახლოს ღმერთს, მიაახლოს ჭეშმარიტებას, სიკეთეს და სიყვარულს, რა თქმა უნდა, ანთებულ სანთლებთან ერთად. აი თითქმის ყველაფერი ის, რისი თქმაც დღეს ამ გადაცემაში ასე თუ ისე მოახერხე. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ პარასხევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. დღეს ამით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.